მე ახლა ერთ რაღაცას ვქენ, მაგაროს თუ კაცი შევა. ის დასაფასებელია ასმაგად. კაცი რო იქშევა, იმას დაფასებაც უნდა, კაი ხელფასიც უნდა. კაის გვებაც უნდა, კაის უნდა დაფასება უნდა რა შეიძლება, კაის სიტყვას. კვერის კას, კორიანტელი, სუნთბაში. თიდან ბოძებული სიკეთე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წყებლად ვაქცეული. მე ისავარ გირავგანყვან, ის გირავგანყვან. ეს გარეთ მუშაობს. ეს ბიგზანის გასამაგრებელი პროფილები. ახლა იყო გრეჩიხა და ის იყო კატლეტი, იყო პონი და ხორცი არც არის. ის ბიჭები ახლა ძალიან მეცოდებიან, გაჭერილები როა. ეს მაგათ მან დიდი როლი ითამაშეს, რომ ჩვენ მაღაროს თუ უნდით ისე. მაგათი გაკეთებული საქმე არის ჩვენ უმუშაობთ. ისინი ციხეშია, ჩვენ გაგედ უმუშაობთ. აბა როგორია სამართალი სადარი. ეს იმა გადათხილი ყუასზე ვიდა. ჩასული ყო დაბლა და ამე ოთხის მაგანიცი. ძალიან ბევრი წავიდა იმის 21-ში გარ. ფული სიტუაცია არის თვითონ მაგარი ტრაქტორის მემანქანეები. არა მინას შეხვედრია სოცკი მოიყვანეს ახლა. ალბათ თავრობის კაცია მაგეც. ჩვენთან არ შემოსულა. არ მოსულა. ისე სხვა მაღაროებს დადის. ცოდვები არიან, ოჯახებია, არავინ მოყვარი არ აღარ. ისიგულის თუ დეიტიდეს. იმასაც არ ეთქვი ერთი გლახა სიტყვა რა იქნებოდა. შეიძლება თქვენამდე მართლა არის ინფორმაცია რომ რამე დააშავეს. ხაით თორ დაუშავებიათ არაფერი. ეს გამი მორიგეობა ჩემი გადარჩენა ხაბიჭები 4-5 ადამიანი რომ მიაქციონ მოშიმშილეებს ყურადღება ერთ-ერთი პატიმარი მერავი სარალიძე შიმშილობს ჩვენს გარეთ შიმშილობას სოლიდარობას უცხადებდით 29 დღის განმავლობაში მე პირადად შიმშილობდი და მოკლედ და მათ შორის 3 დღე შრალი შიმშილობა გამოაცხადე, ვიდრე გონება არ დავკარგე. არანაირი შედეგი არ მოყვა იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და ის ადამიანები, ვის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ ამ შიმშილობით, ეს ბიჭები არიან სრულიად უდანაშაულოები. შევატყეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა არავისთვის, შენ თავს მოიკლავ აქ თუ არა. ისე დავსუსტით, უკვე საუბრის თავიც აღარ ქონდა და ჩვენ გვირჩევნია ვისაუბროთ ხმამაღლა, თუ ამ ბიჭებს არ გამოუშვებენ და არ გამოვლენ გარეთ, ვიდრე ესე შიმშილით მოვიკლათ თავი. როგორ არის საქმე? კომპანიამ შვიდ მაქს მოგწერა ყველა წერილი რომ დიდი მადლობა თანამშრომლებისთვის, მე თანამშრომლობას ვეღარ შევძლებ თქვენთან და წამგებიანია ჩემთვის მაღარო გამოტანა მარგანეცის და მიჩვენია მე ღია კარიერული წესით გავაგრძელო მუშაობა. სულ ვიყავი და მე იყო ხალხი თვითონ ზოგმა მოაწერა ხელი, ზოგმა არ მოაწერა ხელი. ერთი თვიანას დავიწყეთ მუშაობა და რა იქნება და როგორ იქნება ხელშეკრულება მე არ მინახე. სეპირად მუშაობთ ახლა.
განათლების ნაცვლად, რასაც ვარაუდობენ და რასაც ამბობენ სატარიფო დღევანდელი სასაზღვრო უფრო ნაკლები მიწევს ვიდრე 12 საათიანზე მუშაობდი მაშინებელები. ნებისმიერ დროს სადაც თქვენი ხელმოწერა იქნება, სადაც თქვენი პირადობის ნომერით იქნება დადასტურებული, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ ამ დოკუმენტს, ყოველთვის მიცემენ იურიდიულ ძალას. ეთანხმებით იმ რეორგანიზაციას, რომელი რეორგანიზაციაც არის მარგინალური ისევ და ისევ შრომელი ხალხის. ეთანხმებით იმას, რომ შეგიმციროთ ხელფასები. 1400 კაცი მუშაობს, 1000 კაცი გამოუცხადა ნდობა და სურვილი დასაქმებაზე, მაგრამ უმუშევარის და უხელფასოზის 1000 ადამიანი და მეტია კიდე, ვინც საერთოდ ყველანაირი ნდობლობა გამოუცხადა კომპანიას, არ მოაწერა რეორგანიზაციას ხელი, ფაქტობრივად ისინი უსამსახურო და უხელფასოზის არიან, მაგრამ იმედი ისაა, რომ სარჩელები აქვს მომზადებული უკანონო რეორგანიზაციას დაკავშირებით. და პლუს კიდე ამ ყველაფერს იცით რა არის გასაკვირი, აი ცოტა კომიკური, ის 1000 კაცი ვინც ზაობას უცხადებს კომპანიას, ისინი სათუო არიან. შეიძლება ვეღარასდროს ვეღარ დასაქმდნენ, მაგრამ ეს 1000 ადამიანი ვინც ხელი არ მოაწერა და რეორგანიზაცია არ მიიღო, ამათზე ვალდებულებას კომპანია აღიარებს. მარგანეცი გადის, ფული არ ჭამს. ჩვენი მოთხოვნების მთავარი ადრესატი არის დღეს მთავრობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო. ის არის ვალდებული ქართველ ხალხს, შრომელ ხალხს მიაქციოს ყურადღება. თუმცა როგორც ვატყობ დღესდღეობით, რა ვიცი, არავინ არ გამოსულა კავშირზე, ჩვენი მოთხოვნები არის, წერილის ბევრჯერ გავგზავნეთ, სოციალურ ქსელშიდაც დავწერეთ, მაგრამ შედეგი არაფერი. ხედავთ დღესდღეობით, რომ რაც იყო გასამაგებული არის მოპოვება დღესდღეობით და იმასაც კარგად ხედავთ, რომ ქალაქს არაფერი არ რჩება ამ აქედან გატანილი სიმდიდრის. მაგიტო ვითხოვდით ჩვენ ფონდის შექმნას, რომ ქალაქს დარჩენილი იყო, რაღაც ქალაქში დარჩენილი იყო და მოხმარებოდა ამ ქალაქს და ქალაქში მაცხოვრებლებს. და არ ყოფილიყო მარტო ერთეულების ჯიბეში ეს ფული და არ დაგვეკარქა ესეთ ყვილად. რამოდენიმე წელიწადში, ყველაზე დიდი 10 წელიწადში ეს ბუნებრივი სიმდიდრე გამოილევა ამ ქალაქში და აღარაფერი აღარ დარჩება. დარჩება ქალაქი ცარიელი. აღარავის აღარ ენდობება, აღარც აქ ცხოვრება და არაფერი. საარჩევნოდ ხდებოდა ისე, რომ 30 ლარის სანაცვლოდ და იმ დღის სამუშაო გეგმის გატარების ანაზღაურების სანაცვლოდ ჩვენ გვინახავს ათასობით დასაქმებული წაყვანილი თბილისში ოცნების აქციაზე. მაგალითად, თუ არ წამოხვალ ოცნების აქციაზე თბილისში, წლების წინ იყო ეს, შენ არ გაგიტარებ იმ სამუშაო დღეს, მაგრამ მე არ მოვექეცი ამ გავლენის ქვეშ და უთხარი. თუ სხვებს გაუტარებ, ვინც წამოვა, მეც გამიტარებ. და ის ადამიანები, ვინც ხმას ბედავს და იღებს, რისკავს ძალიან ბევრს, ყველანაირი გაგებით და მარტივი შესაძლებელია, რომ მოხდეს წითელ ზონაში, მაგალითად, თუ რაღაც შემცირების საჭიროება იქნება, პირველ რიგში, აი ეს ადამიანები, ვინც უფრო მეტად აპროტესტებს და ითხოვს სამართლიანად იმას, რაც ეკუთვნის მას და არა მარტო მას, პირველ რიგში ისინი დატოვებენ სამსახურს. საკვების ულუფა იყო ძალიან გააცვლეს, რაც ვახტები მოემატა, რაოდენობა მოემატა ვახტების. საკვები თანდათან გააცვლეს სანატორიუმში მაშინ. და აქედან წამოვიდა ის გაფიცვა პირველი გაფიცვა 19 წლის. საღამოს ერთად ვიჯექით საჭმელს ჭამდით და ბოლო ამოვიდა რა ეს მაკარონი პერში ერთ-ერთი წამოხდა და მე ისროლა თევში. უკვე ეს პროტესტი ახლა მართლა საჭმელს უყარ დაიწყებდი მარტო პროტესტს, აი ხელფასზე მოთხოვნაც წავიდა, იმაზე სოციალურ პირობებზედაც და ყველაფერზე წავიდა მაშინ და
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლემაც რაღაცეებში მივიღეთ მონაწილეობა და დავალაგეთ. მაგრამ აქ იყო პროფკავშირი, ჩვენ არ ვიყავით იურიდიული ძალა, ჩვენი იურიდიული ძალა იყო პროფკავშირი. პროფკავშირმა კიდევ ჩაგვიხლართ აი ესე სიტუაციები, რასაც მოყვა ისევ თავიდან ახალი პროტესტი 2021 წელს. ეს პროტესტი დიდხანს არ გაგრძელებულა. ძალიან მალე მოეგენ გონს და დაგვიკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნები, რაც ჰქონდა. გარკვეული რაოდენობით ისიც ყველაფერი არა. უთვალთვალობის არჩევნების წინ იყო ეს ყველაფერი. დაემთხვა ეგ. საინიციატივო ჯგუფის ბიჭები ყოველთვის ვიგან ხალხის გვერდში რომ თუ სადმე რამეზე ატყდებოდა ამაზე ლაპარაკი არამე მაშინ იქ გაშლებოდა თავის სახელს მიეტოვებდნენ იქ ჩდებოდნენ ეს უკვე ძაღლყელში ეჭხირებოდა კომპანიას უკვე მიიყვანეს იმ დონეზე რომ ცხელის ადილები უნდა გაკეთებულიყო სასადილოები იკეთდებოდა უკვე მაღაროებზე სადაც ახალგაზრდობის რაოდენობა მეტი იყო ყველაზე მეტი პროტესტი ყოველთვის მოდიოდა იქიდან. ნაწილი პროტესტში ვიმყოფებით, ნაწილმა საერთოდ დაანება იმ ახალგაზრდებმა თავი, ვინც დაინახა, რომ ესე ყოველ წელიწადს მაღაროების გაჩერება და სხვაგან სამსახურში საძიებლად სირბილი თავიანთ ოჯახებს ურტყავს ისევ და წავიდნენ და ერთ სამსახურში მოეწყონის ურჩევნია და დაანება ძალიან ბევრმა ადამიანმა. ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ ბევრმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ხო და ძალიან ცუდია რა ეს ყველაფერი რომ ვიხედები რომ როგორ ტოვებენ ახალგაზრდები, ჩემი ტოლა, ბიჭები, გოგოები, ქალაქს და ზოგი ქვეყნიდან მიდის საერთოდ ძალიან რთული საყურებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვიძახოდით რომ ესე თუ ყველა წავედით აღარავინ აღარ დარჩება ამ ქალაქში ხმის ამოღები და მართლა რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ჭიათურიდან ამ ხელა მადანი ამ ხელა რაღაცა გადის და აქ გაჭირებული კაცი არ უნდა იყოს. უნდა იყოს, არ უნდა იყოს. არის მაგაზე რაღაც საუბარი ბიჭებთან ჩასვლა ესე უფრო.